ამ წუთებში საზოგადოებას აცნობს და აჯამებს მერის საქმიანობას კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის წევრებს, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, ჩვენს დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, თბილისის მთავრობის წევრებს, მივესალმები ახალგაზრდებს და მინდა გაგიდასტუროთ განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა და მინდა მადლობა გითხრათ დღეს აქ შეკრებისთვის და მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ მორიგი ანგარიში. ბოლო კვირაების განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ურბანული მიმართულებით, ტრანსპორტის მიმართულებით, რა გაკეთდა გამწვანების მიმართულებით, სოციალური ჯანდაცვის მიმართულებით და რა თქმა უნდა არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტებით. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენ საზოგადოებას. ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და რა თქმა უნდა, ეს ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ქმნიან საქართველოს აწმყოსა და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას ჭირდება ხელშეწყობა, ჭირდება თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მე მიამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე. რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია. დღეს ჩვენ აქ გვესწრება ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები, პარალიმპიური ჩემპიონები და რა ვიცი, ხელოვნების, კულტურის წარმომადგენლები, ყველას თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. იმისთვის, რომ ახარებთ ქართველ ხალხს და იცოდეთ, რომ გვეამაყებით. გვეამაყება ის, რასაც აკეთებთ. და რა თქმა უნდა, თქვენ გიყურებთ მომავალი თაობები, გიყურებთ ახალგაზრდები და ძალიან მნიშვნელოვანია ის ყოველდღიურობა, რაშიც პირადად თქვენ ხართ ჩართულები. ჩემო მეგობრებო, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში. თუ მათთვის არ იქნება პრიორიტეტული ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუ ისინი არ გაიზრდებიან შემოქმედებით გარემოში. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება. ამ მიმართულებით საჭირო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა. რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება კონკრეტულ მიზანს. კიდევ უფრო გავაღრმავოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ პრეზენტაციას თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. რა კონკრეტული პროექტები იქნა განხორციელებული. რა თქმა უნდა, ეს სფერო შედგება ბევრი მიმართულებისგან, ეს არის კულტურის სფეროს მხარდაჭერა, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ
კონკრეტულ საქმეებზე, განათლების სფეროს განვითარება, სპორტის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ სხვადასხვა წარმატებულ პროექტებზე, თუ არ გვექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ ყველაფერში როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული. საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, აქაც გვაქვს გარკვეული სიახლეები, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა ვთხოვო ახლა ანდრია ბასილაიას, ჩემს მოადგილეს, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გვეტყვის და გვაჩვენებს, თუ რა არის გაკეთებული ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტულად ამ მიმართულებით.